საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, მიმდინარე საუბარი შეეხება ზედსართავის სახელის ფორმა-წარმოებას მის ჯგუფებს. ზედსართავის სახელი არსებითი სახელის შემდეგ არის ერთ-ერთი ძირითადი ჯგუფი მეტყველების ნაწილებისა და ის უშუალოდ დაკავშირებულია არსებით სახელთან. ზედსართავის სახელი არის სიტყვა, რომელიც ერთვის, განსაზღვრავს რაიმე ნიშნის, რაიმე თვისების მიხედვით არსებით სახელს და ერთ არსებით სახელთან, ანუ ერთ საგანთან შეიძლება რამდენიმე ზედსართავი მოგვეპოვებოდეს. ეს ზედსართავი შეიძლება იყოს რაოდენობით განუსაზღვრელი, 5 შეიძლება იყოს, 10 შეიძლება იყოს, 15, 20 და ასე შემდეგ. ჩვენ ვერ დავასახელებთ ზუსტ რიცხვს კონკრეტულ არსებით სახელთან, რამდენი ზედსართავი შეიძლება არსებობდეს. თუ დავასახელებთ, დავუშვათ 20 ზედსართავ სახელს, 21-ს აუცილებლად მოვიფიქრებთ, იმიტომ რომ ზედსართავის სახელის ფორმათა წარმოება არის ასევე განუსაზღვრელი რაოდენობისა. სანიმუშოდ ჩვენ რომ ავიღოთ არსებითი სახელი ბურთი, ეს არსებითი სახელი არის 1, მაგრამ ბურთი თავისთავად არის მრგვალი, ძირითადი, ოვალური, კერძოდ რაგბის ბურთი ოვალურია. ის შეიძლება იყოს დიდი და შეიძლება იყოს პატარა. ის შეიძლება იყოს მძიმე და შეიძლება იყოს მსუბუქი. ის შეიძლება იყოს მაგარი და ის შეიძლება იყოს მსუბუქი, მაგარი და რბილი. ის შეიძლება იყოს გაბერილი და შეიძლება იყოს დაჩუტული და ასე შემდეგ. აქ უკვე 10-მდე ზედსართავის სახელი ჩამოვწერეთ და ბუნებრივია ეს არ ამოწურავს ზედსართავის სახელების იმ რაოდენობას, რაც უკავშირდება ამ ერთ არსებით სახელს. აი არსებითი სახელისა და ზედსართავის სახელის ამგვარმა ურთიერთმიმართებამ, ანუ ერთი არსებითი სახელი, ერთი საგანი და მრავალი თვისების გამომხატველი სიტყვა, ანუ ზედსართავის სახელი, შეიძლება შეგვიქმნას დაბირტილება, რომ ზედსართავის სახელების რაოდენობა ენაში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე არსებითი სახელებისა. მაგრამ ეს სინამდვილეში ასე არ არის. რა განაპირობებს, რა განსაზღვრავს ამას, რომ ზედსართავის სახელების რაოდენობა არ აღემატება არსებითი სახელების რაოდენობას. ის, რომ ზედსართავის სახელების უმეტესობა, რომელიც ჩვენ აქ დავასახელეთ და შეგვიძლია დავასახელოთ რომელიმე სხვა საგნის განსაზღვრელად, სხვა არსებითი სახელის საზღვრელ წევრად, მეორდება სხვა არსებით სახელთანაც. ანუ თუ ბურთი არის მრგვალი უამრავი რამ სხვა არის და ანუ მრგვალი არის საერთო განსაზღვრება, საერთო ზედსართავის სახელი უამრავი სხვა სფერული სხეულისა. თუ ოვალური შეიძლება იყოს ბურთი, ასევე ოვალური შეიძლება იყოს სხვა რომელიმე საგანი, დაუშვათ ნესვი, ან საზამთრო და ასე შემდეგ. დიდი შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი, პატარა შეიძლება იყოს ასევე და მსუბუქი, მძიმე და ასე. ანუ იმ თვისებების გამომხატველი სიტყვები, რომლებიც საგანთა უმრავლესობას ახასიათებს, ბუნებრივია მეორდება საგანთან და შესაბამისად ის ფარდობა, რომელიც ჩვენ მოჩვენებითად აქ წარმოგვიდგა ერთ არსებით სახელთან მრავალი ზედსართავის სახელი არ იქნება ასეთი ზოგადი კანონზომიერებით წარმოდგენილი. ზედსართავის სახელების რაოდენობა არ აღემატება არსებითი სახელების რაოდენობას. ახლა თუ ჩვენ დავაკვირდებით უკვე აქ დაწერილ ზედსართავ სახელებს, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ ეს ყველა არსებითი სახელი ერთგვაროვანი შინაარსის არ არის. თუ ერთი არსებითი სახელი დავუშვათ მძიმე, აი ეს ზედსართავის სახელი გამოხატავს შესაბამისი არსებითი სახელის, ანუ შესაბამისი საგნის შინაგან თვისებას. მეორე გამოხატავს მეორე, დავუშვათ გაბერილი. გამოხატავს
ამ საგანზე ზემოქმედების რაღაც შედეგს. ანუ თუ ეს მისი შინაგანი თვისების, მისი პირველადი ზედსართაული სახელწოდებაა, გაბერილი არის უკვე მიღებული წარმოქმნილი სახელი, ზედსართაული სახელი აი ამ საგნისა. ამიტომაც პირველ რიგში ჩვენ ზედსართავის სახელები უნდა გავყოთ ორ ძირითად ჯგუფად, ძირეულ ზედსართავსახელებად, ანუ ვითარებით ზედსართავსახელებად, ეს პირველი ჯგუფი იქნება, ვითარებითი, ასე ვქვია, სახელწოდებით და მეორე არის მიმართებითი ზედსართავის სახელები, ანუ წარმოქმნილი ზედსართავის სახელები. ძირეული ზედსართავის სახელებია, დაუშვათ ამ შემთხვევაში, ეს იქნება დიდი, პატარა, მძიმე, მსუბუქი, მაგარი, რბილი და ასე შემდეგ, ხოლო წარმოქმნილი არსებითი სახელებია, მიმართებითი ზედსართავის სახელებია, ის ზედსართავის სახელები, რომლებიც სხვა სიტყვისაგან, ზმნისგან, არსებითი სახელისგან, რიცხვითი სახელისგან და ასე შემდეგ წარმოიქმნა როგორც ზედსართავის სახელი. და ამ ორ ჯგუფად გაყოფა ზედსართავის სახელების აუცილებელია სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ დავახასიათოთ ესა თუ ის ზედსართავის სახელი მისი წარმომავლობის მიხედვით. ეს პირველი. ხოლო მეორე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნქცია აი ამგვარ დაყოფას ზედსართავის სახელების მეტყველების ნაწილის ამ ჯგუფისა არის ის, რომ ზოგადმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხარისხის ფორმას, ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმას აწარმოებს მხოლოდ ვითარებითი ზედსართავის სახელები და მიმართებითები ჩვეულებისამებრ არ აწარმოებს. ისინი მხოლოდ გამონაკლისის სახით შეიძლება იყოს ხარისხის ფორმით წარმოდგენილი. რა არის ხარისხის ფორმა? აღმოჩნდა, რომ ზედსართავის სახელების კლასი, აი აქ წარმოდგენილი ზედსართავის სახელების კლასი, ჩვენ გვაძლევს სამგვარ დახასიათებას საგნისას. სამგვარ დახასიათებას. ერთი შეიძლება უწოდოთ ამას ნეიტრალური, ერთი ის, რომელიც ძირითადია, ანუ ნეიტრალურია ამ თვისების, ნიშან-თვისების მიხედვით, დაუშვათ თეთრი, ეს იქნება ამ თვისების ნეიტრალური გამომხატველი სიტყვა და ის არის ძირეული ამავე დროს, ანუ ვითარებითი ზედსართავის სახელი. მეორე იქნება ის ზედსართავი, რომელიც გამოხატავს ამ ნიშან-თვისებას მცირე რაოდენობით, თეთრზე ნაკლები ოდენობით, ანუ ნეიტრალური ზედსართავის სახელის თვისება შემცირებულია ხარისხობრივად. ანუ ეს არის ოდნავობითი ხარისხის. მოთეთრო და მესამე იქნება ის ფორმა ზედსართავისა, რომელიც გამოხატავს ამ ნიშან-თვისებას გაძლიერებული ხარისხით. ანუ იქნება მეტი ნეიტრალურზე. ნეიტრალურთან შედარებით ის იქნება უფრო თეთრი, უფრო მეტი ხარისხისა, ან იქნება ყველაზე უფრო თეთრი. ამიტომაც მესამე ჯგუფი არის სწორედ ასეთი უთეთრესი, რომელიც კიდევ მეორებ ამ ცითეთრის ხარისხს გამოხატავს სიჭარბით, მეტად. პირველს შეიძლება დავარქვათ, აი სწორედ ნეიტრალურია ისა, გამოუხატავია ხარისხის ფორმა, მეორე არის ოდნავობითი ხარისხი, სახელწოდებით ოდნავობითი ჰქვია, მესამეს ჰქვია უფროობითი, თქვენი გრამატიკების სახელმძღვანელოების უმეტესობაში იქნება აღნიშნული, რომ ეს არის უფროობითი ხარისხი. ოღონდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ უფრო ზუსტი ტერმინი იქნება თუ ვიტყვით აღმატებითი ხარისხი, რადგან უთეთრესი გამოხატავს არა უფრო თეთრს, არამედ გამოხატავს ყველაზე უფრო თეთრს. და აღმატებითი სწორედ გულისხმობს ყველაზე უფრო თეთრს, ანუ ყველაზე მაღალი ხარისხისას, ვიდრე შედარებით თეთრს. თუ ჩვენ გვინდა გამოვხატოთ თეთრთან მიმართებით უფრო თეთრი, სწორედ ასე ვამბობთ, ორი სიტყვის მეშვეობით ვერ გამოვხატავთ ერთი სიტყვით, ვამბობთ თეთრი და უფრო თეთრი, მაგრამ თუ გვინდა გამოვხატოთ ის, რომ უფრო თეთრი არ არსებობს, ანუ მაშინ ვამბობთ სწორედ უთეთრესი. რა წარმოებაა ეს? როგორც ხედავთ, ოდნავობითი ხარისხი იწარმოება
ძირითად ძირეულ ნეიტრალურ ზედსართავ სახელზე მოო თავსართ ბოლოსართის დართვით, ხოლო აღმატებითი ხარისხი იწარმოება US თავსართ ბოლოსართის დართვით. მოო თავსართ ბოლოსართი და აღმატებითი ხარისხი US თავსართ ბოლოსართი. ის სახელობითი ბრუნვის ნიშანი. აქ ბუნებრივია ხმოვანია და ამიტომ სახელობითი ბრუნვის ნიშანი არ გვექნება. US თავსართ ბოლოსართით. ნებისმიერი ზედსართავის წარმოდგენის შემთხვევაში ასე გვექნება ოღონდ ერთადერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამგვარი თავსართ ბოლოსართების დართვის დროს შეიძლება ფუძე ზედსართავი სახელისა, ნეიტრალური ზედსართავის სახელისა შეიკუმშოს კიდეც და შეიკვეცოს კიდევაც. ამიტომაც თუ ჩვენ ავიღებთ მაგალითად წითელი ზედსართავის სახელი თუ ავიღეთ, წითელი, ეს იქნება უწითლესი. ანუ შეიკუმშება ზედსართავის სახელი წითელი, ამოვარდება როგორც ბრუნების დროს იქუმშებოდა და მივიღეთ ჩვენ უწითლესი. ასევე შეიძლება იყოს შეკვეცილი ზედსართავის სახელი, მწვანე, თქვათ, უმწვანესი იქნება, ეს დაბოლოება ბუნებრივია ხარისხის ფორმისა, აქ კი ჩავარდნილა უმწვანესი. ანუ შეიძლება შეიკვეცოს კიდევაც, ხოლო თუ უკვეცელია ამოსავალი ნეიტრალური ზედსართავის სახელი, თქვათ, ფართო, მაშინ ის იქნება ბუნებრივი აქაც უკვეცელი უფართოესი. ეხლა აი ამ წარმოების გაგების შემდეგ მხოლოდ ერთადერთი რამ დაგვრჩა, გავითვალისწინოთ ერთგვარი მოკლე ხარისხის ფორმები, რომელთა წარმომავლობა, როგორც ჩანს, არ არის აი ამ სრული ნეიტრალური ზედსართავის სახელებისაგან. თუ ჩვენ ავიღებთ ზედსართავის სახელს, თქვათ, ტკბილი. აქედან ჩვეულ იმ წესის მიხედვით, რაც წარმოვადგინეთ, ოდნავობითი ხარისხის ფორმა უნდა იყოს მოტკბილო, მაგრამ გვაქვს ჩვენ მოტკბო და უნდა იყოს უტკბილესი და ხდება კიდევაც ასეთი, მაგრამ ჩვეულებრივი არის უტკბესი. თუ ავიღებთ, თქვათ, გრძელი, ეს ილი დაბოლოებიანი არის, როგორც ანალიზი აჩვენებს შემდეგ, ესე იგი ეს წარმომავლობით არის სწორედ მიმართებითი, ოღონდ დღეს გამოიყენება როგორც ვითარებითი ზედსართავის სახელი, რადგან ხარისხის ფორმებს აწარმოებს. თუ ავიღებთ გრძელი ზედსართავს სახელს, გვექნება არა მოგრძელო, არამედ მოგრძო და უგრძესი და არა უგრძელესი. მოკლის ნადირი არის ნათქვამი ავთანდილზე, როსტომის მკლავ უგრძესი თავ, ვეფხისტყაოსანში, უგრძესი. არის სწორედ კანონიერი ფორმა და არა უგრძელესი. შესაბამისად, აი ეს საკითხი, ესე იგი მოკლე ფორმების წარმოჩენა ამ შემთხვევაში აუცილებელია გავითვალისწინოთ მართლწერისათვის, რადგან ამ სრული ფორმები ამგვარ ვითარებაში უკვე არის, შეიძლება ითქვას, არასალიტერატურო, ან უფრო ზუსტად არ გამოხატავს იმას, რასაც გამოხატავს. აი, ამით ამოიწურება ის საკითხი, რომელიც ზედსართავის სახელების ჯგუფების წარმოებას, ანუ ოდნავობითი და უფროებითი ხარისხის ფორმების წარმოებას უკავშირდება და რაც ეს ჯვარ მართლწერის ფორმას, ანუ მოკლე ეგრეთ წოდებული მოკლე ფორმების წარმოდგენას შეეხება. მადლობთ ყურადღებისთვის.